ეთერში ახალი ამბების მთავარი გამოშვება გურანდა დოლიძესთან ერთად გამარჯობა. აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული რიგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია მხოლოდ 9 დეპუტატმა კოალიცია ქართული ოცნების წევრებმა გაიარეს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით სხდომა საპატიო მიზეზით 2 დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის წევრები ეკატერინე თარგამაძე და თემურ ბოლქვაძე არესტრებოდნენ. ავთანდილ ბერიძე ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებმა აღნიშნული შესახებ თავმჯდომარის რეგლამენტის შესაბამისად წინასწარ აცნობეს. ავთანდილ ბერიძე ჩაშლილ სხდომასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იმ დეპუტატებს აკისრებს, რომლებიც რიგარეშე სხდომაზე არ გამოცხადდნენ. სხდომას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, თავისუფალი დემოკრატები, 2 დამოუკიდებელი დეპუტატი ჯემალ ბუტკარაძე და მედია ვასაძე არესტრებოდნენ. დანარჩენი დეპუტატების დაუსრულებლობის მიზეზი ჩვენთვის უცნობია და ამის გამო ეს ყველა ამ დეპუტატს ეთვლება როგორც არასაპატიო მიზეზით სხდომის გაცდა. იმ დროს, როდესაც ჩვენ დღეს სხდომაზე ჰქონდა მხოლოდ 2 საკითხი, მაგრამ ორივე უაღრესად მნიშვნელოვანი. ერთი იყო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და მეორე იყო კანონში მესამე მოსმენით ცვლილებების შეტანა და კანონის მიღება. ამ დეპუტატების სხდომაზე მოუსვლელობამ განაპირობა ის, რომ ეს ორივე საკითხი ჩაიშალა. რიგარეშე სხდომაზე დეპუტატების არ გამოცხადების საკუთარი ვერსია აქვს დავით ბაციკაძეს. ის ამბობს, რომ კანონმდებლებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, ამით კი რეგიონში ხელოვნურად კრიზისის შექმნას გეგმავენ, რაც არ გამოუვათ. ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ უნდათ გასული წლის წარმატებულად შესრულებული ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენა, რის გამოც სხდომაზე არ მივიდნენ. აცხადებს ბაციკაძე. დეპუტატი გასული წლის გაზრდილ ბიუჯეტზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს სახელმწიფო და ეკონომიკური გუნდის დამსახურებაა. ხელოვნურად კრიზისის შექმნას აპირებენ და არ უნდათ რომ ეს საკითხები საზოგადოებას მოესმინა, მაგრამ მოკლედ ვამბობ, რომ შარშანდელი ბიუჯეტი შესრულდა იმაზე მეტად და ამ 2 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, ახლა რაც არ უნდა ტყუილები იზახონ, ამ 2 წლის განმავლობაში საზოგადოებამ განსაზღვროს მესმის კიდევ უამრავი პრობლემა 45 მილიონზე მეტით გაიზარდა აჭარის ბიუჯეტი. კვოტირების თემასთან დაკავშირებით ჩვენ გქონდა შეთანხმება, სამშაბათს შეკვლებილიყავით და ეს საკითხები გაგვევლო. მაგრამ ეს ეხება უშუალოდ მთავრობასთან და უნდათ რომ ხელოვნური კრიზისები და აჟიოტაჟი შექმნა. ბოიკოტი არ გამომიცხადებია, კვორუმი არ იყო, ამიტომ გადაწყვეტეს სხდომაზე არ შევსულიყავი, განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედია ვასაძემ. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ შეუთანხმებია. ასევე არ ფლობს ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების სხდომაზე არ გამოცხადებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კრიზისს, ვასაძე აცხადებს, რომ უმაღლეს საბჭოში წარმოქმნილ პრობლემებში დიდი წვლილი სწორედ ქართული ოცნების წევრ დეპუტატებს მიუძღვით. ვაკონტროლებდი, რომ არ იყო კვორუმი, როგორც კი კვორუმი და ერთი ადამიანის პრობლემა გახდებოდა, ეგრევე შევიდოდა. ამ მინისტრს მე 2 წელი და 3 თვე ველოდი მისი ხასიათის და შესაბამისად. ასე რომ როგორ არ მაინტერესებდა, მაინტერესებდა კიდევ ერთხელ ამობრძანდება. უმაღლეს საბჭოს ყავდა 13 დეპუტატი განსაზღვრული შემადგენლობა და თავად არიან ინიციატორი ამ ყოველგვარი გაშლისა და ყველა იმ პრობლემის თავი არის მათში. უმაღლეს საბჭოში დანიშნულ რიგარეშე სხდომაზე არ გამოცხადების მიზეზები ჰქონდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უმაღლეს საბჭოში სხდომის დანიშვნის თარიღს არ უნდა ათანხმებდეს, აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე. ის ამბობს, რომ უკვე 3 თვეა კომისიების შემადგენლობის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებული დადგენილების დღის წესრიგში შეტანას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ მოხერხდა. 16 აპრილს უნდა გამართულიყო სხდომა და სამწუხაროდ არ მოვიდა იმ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი, შემდეგ უნდა გამართულიყო სხდომა 23 აპრილს და უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობამ არც დანიშნა სხდომა 23 აპრილისთვის და არც ბიუროს სხდომა გაიმართა და შესაბამისად გადაიდო იმ დროისთვის, როცა უმაღლეს საბჭოს წევრთა უმრავლესობას შეხვედრები ჰქონდა დანიშნული წინასწარ, არ შეეძლოთ მისვლა და ჩვენ ამის შესახებ ვისაუბროთ მათ შორის ბიუროს სხდომაზე. მივა თუ არა კიდევ ერთხელ საკანონმდებლო ორგანოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძეს წინასწარ ამის თქმა უჭირს. დეპუტატების საქციელს არასერიოზულს უწოდებს და განმარტავს, რომ მსგავსი მოქმედებით ისინი რეგიონში კრიზისს ვერ შექმნიან. გაზრდილი ბიუჯეტის რიცხვები კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა რეგიონში, აცხადებს დავით ბალაძე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დღევანდელ სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა წარედგინა. დეპუტატების სხდომაზე ბალაძის მისვლას კატეგორიულად ითხოვდნენ, რის გამოც ანგარიში
ანგარიშის მოსმენა რამდენჯერმე გადადეს. გასული წლის ბიუჯეტი 167 მილიონ ლარში ადგენდა, შესრულების მაჩვენებელი კი 93.3%. რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტს, ის 180 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. ეს არის იმ დეპუტატების რეალური სახე, ვინც დღეს არ მოვიდნენ და ჩააგდნენ დღევანდელი სესია. ჩვენი მოსვლის შემდეგ ხელისუფლებაში ყოველწლიურად იზრდება ბიუჯეტი და ეს ტენდენცია შეინარჩუნებს, ვინაიდან ამის ძირითადი დამსახურება არის ის, რომ ბიზნესი თავისუფალია, მათ დღეს არ სურდათ ამის მოსმენა, იმიტომ რომ მათთვის იქნებოდა გამართლისზიანებელი. მე მინდა დეპუტატებს უბრალოდ ვთხოვოდა, მათგან მივიღო განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს იყო ბოლო დღე აღნიშნული საკითხის განხილვის და შესაბამისად მათ გააკეთონ საზოგადოებასთან მიმართებაში განმარტება, ვინაიდან დღევანდელი სტომას შეგნებულად ჩააგდნენ და შესაბამისად ამის შემდეგ რა უნდა მოხდეს. რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისს, ისინი ამ დღევანდელი მათი საქციელით ეკონომიკურ კრიზისს რეგიონში ვერ შექმნიან. მინისტრების ახალ კანდიდატურებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ 10 საათზე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონსულტაციები კოალიცია ქართულ ოცნებასთან ამ დრომდე გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში ახალი მხოლოდ იმ სამინისტროების ხელმძღვანელები იქნებიან, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს. საუბარია გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრებზე. აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები ყველა პაციენტის დანახარჯი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ანაზღაურდება. განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ კორპორაცია ევექსის მიერ შექმნილი პრობლემები უახლოეს პერიოდში აჭარის მთავრობაში აღნიშნულ თემაზე მსჯელობა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. რეგიონის პირველი პირის განცხადებით ეს იქნება მოკლე პერიოდი, უახლოეს მომავალში კი მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას ახალი კომპანია გაუწევს. არჩილ ხაბაძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს თემა პოლიტიკური ფულების დაწერისთვის არ უნდა გამოიყენონ. მოსახლეობას თავაზობთ და ვეუბნებით, რომ პანიკის დრო არ არის, მათ შეუძლიათ ჩვეულებრივად მიბრძანდნენ და ის კომპონენტი, რაც იყო მანამდე, ჩვეულებრივად მიიღოთ. ის პროგრამები, რაც იყო, განხორციელდება და ჩვენს მიერ სარეზერვო ფონდიდან იქნება დაფინანსებული. იმ პერიოდამდე, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამ საკითხს ვფიქრობ, რომ აჟიტირება არ ჭირდება. როგორც ცნობილია, კომპანია ევექსმა აჭარის მაღალმთიანეთში სამედიცინო მომსახურების რამდენიმე კომპონენტზე უარი რამდენიმე დღის წინ განაცხადა. სამედიცინო კორპორაცია ევექსმა ხულოს საავადმყოფოში სტაციონალური მომსახურება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა ფასიანი გახადა. ამას ადგილობრივების მღელვარება მოჰყვა. საავადმყოფოსთან შეკრებულმა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უფასო მომსახურებების გაუქმება გააპროტესტეს, რამაც მხარეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. სამედიცინო დაწესებულებაში ვითარების გასარკვევად მისულმა ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ საავადმყოფოს მფლობელი კომპანია ევექსი პროვოკაციასა და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულა. საავადმყოფოს მენეჯერის ინფორმაციით ამ დროისთვის მოსახლეობა საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული ყველა სახის მომსახურების მიღება უფასოდ შეუძლია. ბათუმის საკრებულოს ხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. მათ შორის დადგენილებაში ცვლილება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ. ახალი ინიციატივის თანახმად ინვესტორები, რომლებიც 100 ნომრიან სასტუმროს ააგებენ და 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ, კაორის გადასახადისგან თავისუფლდებიან. ცვლილების თანახმად მათ უფლება აქვთ მომიჯნავე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსიც ააშენონ. საერთო ჯამში დახარჯულმა თანხამ კი 30 მილიონი დოლარი უნდა შეადგინოს. ბათუმის არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის ირაკლი ახალაძის განცხადებით, ცვლილების მიზანი ინვესტორების წახალისების გარდა ახალი სასტუმროების მშენებლობის დაწყებაა. დღევანდელი ცვლილებით მოხდა დაზუსტება. ერთი ის შემთხვევაა, როცა მიწა დასვისებულია სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე და სპეციალური საინვესტიციო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული 100 ნომრიანი სასტუმროს და 30 მილიონი დოლარის ინვესტირება. მეორე შემთხვევა, როცა უკვე ინვესტირება ხორციელდება დეველოპერული კომპანიების მიერ კერძო საკადასტრო ერთეულებზე. იმ შემთხვევაში, როცა კერძო საკადასტრო ერთეულებზე არის ინვესტიცია, საპროექტო სახარშთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენის და სპეციალური საბანკო გარანტიის შემთხვევაში ხდება ზონალური მოსაკრებლისგან განთავისუფლება.
აღნიშნული საკითხის განხილვას ბათუმის საკრებულოში დაპირისპირება მოყვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კონკრეტული თანხის ამოღებას ითხოვენ. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც ასნობრიან სასტუმროს ააშენებს, გადასახადისგან გაათავისუფლდეს. განაცხადა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი კირთაძემ და დღის წესრიგში საკითხის ამ ფორმულირებით დაყენება მოითხოვა. ახლა ჩვენ სტიმულს ვაძლევთ ვიღაც ერთ ადამიანს, რომელიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ეს იქნება ინვესტორი, რომელიც მასშტაბურ მშენებლობას დაიწყებს იქ, სადაც ჩვენ იახტ-კლუბი უნდა აგვეშენებინა. აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას თავისუფალი დემოკრატების წევრებიც ითხოვდნენ. კობაჩხეიძის განცხადებით ეს არ არის სასტუმროების მშენებლობის სტიმულირების სწორი გზა. ერთსაათიანი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტილება დეპუტატებმა 12 ხმით მიიღეს. ზოგადად ეს არის საერთოდ არასწორი მიმართულება. მერია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა თუ რა პოლიტიკა უნდა განახორციელოს ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით და მეორე მთავარი ეს არის არათანაბარ პირობებში მოქცევა სხვადასხვა თანმხობრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანები. მათ სურდათ სასტუმროების მშენებლობის სტიმულირება. ჩვენ მათ ვთხოვით, რომ ის ადამიანები, ვინც აშენებს სასტუმროს, მოდით გავანთავისუფლოთ დამატებითი მოსაკლებლისგან. მათ გითხრეს ვარდეთ თქვენს, რომ მხოლოდ ის ადამიანები გათავისუფლებიან დამატებითი მოსაკლებლისგან, ვინც სასტუმროს და ასევე ბინების მშენებლობაში ჯამში დახარჯავს 30 მილიონს. ლოგიკა რაშია, თუ მე ვხარჯავ 15 მილიონს და ვაშენებ 300 ნომრიან სასტუმროს, მე მახდევინებენ დამატებით გადასახადს მერიაში, მაგრამ თუ ადამიანი აშენებს მხოლოდ 100 ნომრიან სასტუმროს, მაგალითად $5 მილიონ და დანარჩენ $25 მილიონ ბინებს აშენებს, რომელსაც გაყიდის და მეტი არაფერი, იმ ადამიანს ათავისუფლებენ. დღესვე ქალაქ ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. დეპუტატების წინაშე საფინანსო და ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე წარსდგა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების სხდომაზე ქალაქის მერს ელოდებოდნენ. მათი განცხადებით გიორგი ერმაკოვი საკრებულოს სხდომებზე მისვლას და ანგარიშის წარდგენას თავს არიდებს, რაც მიუღებელია. როგორც ცნობილია, გიორგი ერმაკოვი ამჟამად მივლინებაში იმყოფება. დღესვე საკრებულოს წევრებმა ბაღების გაერთიანებისთვის ფარცხანაში ახლა დაშენებული ბაღისა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის სანაპირო ზოლის ნაწილის გადაცემის საკითხებზეც იმსჯელეს. დადგენილების მიხედვით ბათუმის სანაპირო ზოლის არქიდან მწვანე კონცხამდე მერიამ ბულვარის ადმინისტრაციას 1 ნოემბრამდე უნდა გადასცეს. გადაწყვეტილების მიზეზი ზაფხულის სეზონზე პლაჟის ინფრასტრუქტურის მომზადებაა. რათა ბათუმის მიერ თანხმობა მიეცეს რეაბილიტირებული ქსელის, ისა და კანალიზაციის ქსელის კაპიტალში შეტანის შესახებ, ასევე ბაღების გაერთიანებისათვის მარცხანაში აშენებული ახალი საბავშვო ბაზის იზუგრუპის ფორმით გადაცემის შესახებ, ასევე დროებით სარგებლობაში ბათუმის ბულვარისათვის პლაჟების გადაცემის შესახებ. საუბარია პლაჟის ნაწილზე, რომელიც უნდა მოხდეს ის განკარგვა, გაქირავება შეზლონგებისა და კოლგებისა და სხვა დანიშნულებით. მოახლოებულია საზაფხულო სეზონი და ეს საკითხიც პრობლემა არ შეიქმნეს ზოგადად გადაეცემა. კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხელვაჩაურის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ამხელს. მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, საქმე სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერების დროს არსებულ დარღვევებს ეხება. მისი თქმით, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელებს იბარებენ და აფრთხილებენ უარი თქვან ტენდერში მონაწილეობაზე, რადგან ამით შესაძლოა საფრთხე შეექმნას საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძის დიშვილის კომპანია აჭარელსა და მისი დიშვილის მეუღლის კომპანია ბაჩის. მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით, საკრებულოს უმცირესობამ მათთვის გადარიცხული თანხისა და გაწეული ხარჯების შემოწმება არაერთხელ მოითხოვა, თუმცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა. ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე მერაბ ღოღობერიძემ დეპუტატებს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. აღმაშფოთებელი ფაქტია ის, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები იბარებენ შეპესების წარმომადგენელს და აფრთხილებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ასეთ ტენდერში, რადგან ამის ტენდერში, რომლებიც ხარჯდება, უკვე ნადიმ ვარშანიძის დიშვილი, შეპესი აჭარელი და დიშვილის მეუღლე, შეპესი ბაჩი, ესეთი კომპანიები ღებულობენ მონაწილეობას და რომ ხელი არ შეეშალოს, ვინც მიიღეს მონაწილეობას, შეექმნება დიდი პრობლემებიო. ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატებმა უმცირესობისგან მოითხოვენ შექმნილიყო კომისია, სადაც შეისწავლიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამით გათვალისწინებული იმ ხარჯებს, რომელიც იქნა გაწეული და გადახდილი შეპესების აჭარელისათვის. ბრალდება გამგებელმა უარყო და განაცხადა, რომ დასახელებული პიროვნება მისი შორეული ნათესავია, თუმცა ის არაფერს ცulis, რადგან მის გამგებლად დანიშნავდა კომპანია აჭარელი ტენდერებში 3 წლის განმავლობაში მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც. ღოღობერიძესთან ერთად გამგებელთან პრეტენზიები იგივე საკითხზე დეპუტატ ასლან კახიძესაც ჰქონდა.
დღეიდან ხელვაჩაურის საკრებულოში ერთით ნაკლები ფრაქცია იმუშავებს და 5-ის ნაცვლად 4 იქნება. მიზეზი ასლან კახიძის მიერ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები რესპუბლიკელების დატოვება გახდა. დღესვე ხელვაჩაურში საკრებულო საუკეთესო წევრი დაასახელეს კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა ინტელექტმა ჩაატარა. გამარჯვებული ნაციონალური მოძრაობის წევრი თეიმურაზ დუმბაძე გახდა. მას სპეციალური დიპლომი და ფაციანი საჩუქარი გადაეცა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა მსგავსი კონკურსი რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში ჩაატარა. საუკეთესოს ტიტული ქედასა და ხელვაჩაურში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, ხოლო დანარჩენ 3 მუნიციპალიტეტებში უმრავლესობის წევრებმა მოიპოვეს. აჭარის წარმატებული ბიზნესმენები სასტუმრო შერატონში დააჯილდოვეს კომპანიებს, რომლებმაც რეგიონის საინვესტიციო საქმიანობაში წვლილი შეიტანეს და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს, სპეციალური სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაშ შავაძის განცხადებით 8 ნომინაციაში 67 წარმატებული ბიზნესმენი გამოვლინდა. წარმატებული საწარმოები სხვადასხვა დარგში მომუშავე ბიზნესმენები, სასტუმრო საქმიანობაში წარმატებული მენეჯერები, ინვესტორები, ბიზნეს გაერთიანებები და სატრანსპორტო კომპანიები. ეს ის კატეგორიებია, რომლებიც საუკეთესოთა შორის მოხვდნენ. დღესვე წარმატებული ქალი ბიზნესმენიც დააჯილდოვეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობასა და ბიზნესმენებს შორის არსებულ მჭიდრო და საქმიან ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა მათ წამოწყებასა და ინიციატივას ხელისუფლება თვალს ადევნებს და მაქსიმალურად ხელს უწყობს. ეს ის ბიზნესმენები არიან, რომლებიც რეგიონში მოღვაწეობენ და მოქალაქეების დასაქმებას ხელს უწყობენ. შესაბამისად, მათი ფუნქცია ძალიან დიდია, განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა დაჯილდოების ცერემონიალზე. მათი ფუნქცია ძალიან დიდია ჩვენი რეგიონისთვის და ვფიქრობ, რომ მათი წარმატება ჩვენი წარმატებაა და პირიქით ჩვენი წარმატება მათი წარმატება უნდა იყოს. ეს ერთად შეჯერებული ეს ყველაფერი ვფიქრობ გვაძლევს კარგ შედეგს. შედეგს გულისხმობ იმაში, რომ ბიუჯეტის ფორმირებაში ჩვენ ყოველწლიურად მატება გვაქვს, დინამიკა ხელოვნებაში მომ ბოლო 2 წლის განმავლობაში 55 მილიონი გაიზარდა შემოსავლების ნაწილი და ეს ძირითადად და განსაზღვრელი ამისა იყო საშემოსავლო გადასახადი. ეს იმას გულისხმობს, რომ ბიზნესი ვითარდება. ყოველწლიურად აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა მთავრობასთან ერთად და ბიზნეს გაერთიანებებთან ერთად ახორციელებს წარმატებული ბიზნესმენების დაჯილდოებას. არის ინვესტირების მიხედვით და საქმიანობათა მიხედვით, წარმატებული მენეჯმენტის მიხედვით და ასე შემდეგ. 8 ნომინაცია არის ძირითადი მიმდინარე წელს. დაჯილდოების ცერემონიალს აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება რეგიონში ტრადიციულად უკვე მესამე წელია იმართება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ინფოტური გრძელდება. ამჯერად ბათუმს კომპანია ტავის წარმომადგენელი და HTL-ის გენერალური დირექტორი სტუმრობენ. ისინი დღეს რეგიონში არსებული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. სტუმრები აჭარის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ და ბათუმში მოქმედი სასტუმროების თანამშრომლებსაც შეხვდნენ. დემოკრატიის ინსტიტუტმა დღეს ყოფილი პატიმრების, პრობოციონერებისა და პატიმართა ოჯახის წევრების მხარდამჭერი პროგრამის შუალედური შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. დღესვე ყოფილი პატიმრების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლების, სამთავრობო, არასამთავრობო, მედია ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შუახევმა ბიბლიოთეკის კვირეულს უმასპინძლა. კვირეულის ფარგლებში შუახევის ბიბლიოთეკაში კითხვის დღე ჩაატარა. ლიტერატურული კლუბის წევრებმა და აქტივისტებმა საკუთართან ერთად საყვარელი ლექსები წაიკითხეს. ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის სიგელები გადაეცათ. და ბოლო სპორტი. პირველი ლიგის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მეორე ეტაპის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და ამჯერად საკუთარ მოედნებზე წარმატებით ითამაშეს ავტონომიური რესპუბლიკის კლუბებმა. A ჯგუფის აუთსაიდერმა ბათუმის ადელმა თბილისის სასკოს სძლია 2-1. ასეთივე ანგარიშით ხელვაჩაურის მაჭახელამ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში თავის უშუალო კონკურენტს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს მოუგო და ამ მოგებით ფაქტობრივად გაინაღდა მომავალ სეზონში პირველ ეშელონში მონაწილეობის უფლება. B ჯგუფში მოასპარეზე ქედის ბეთლემს ავტომატურად მიეკუთვნა ტექნიკური მოგება ანგარიშით 3-0. ჩემპიონატიდან მოხსნილი თბილისის დინამოს სადადარიგო შემადგენლობასთან ბეთლემმა 46 გოლით მესამე ადგილზე აინაცვლა და კვლავ დაიბრუნა უმაღლესი ლიგის საგზურებისათვის ბრძოლაში პლეი-ოფში გასვლის შანსი. ვინაიდან მხოლოდ 1 გოლი ჩამორჩება მეორე ადგილოსან გაგრას. ამასთან ერთი თამაში აქვს თადარიგში. მორიგი ტურის მატჩები 4 მაისს ჩატარდება. 2 აუთსაიდერი ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის ადელის კლუბები დედაქალაქში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხელვაჩაურის მაჭახელა ხარაგაულის ჩხერიმელას უმასპინძლებს, ხოლო ქედის ბეთლემს რთული პაექრობა მოელის სტუმრად
პლეი-ოფის საგზურითაცვის ბრძოლაში თავის უშუალო კონკურენტ ბორჯომთან, რომელიც მეტოქეს 1 ქულით ჩამორჩება. ეთერში იყო ახალი ამბების მთავარი გამოშვება გურამ და დოლიძესთან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ.